თანამედროვე სამყაროში, სადაც სიტყვისა და აზრის თავისუფლება ხელშეუხებელ ფასეულობას წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში ცენზურამ თავისი ძალა თითქმის დაკარგა. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე 10 წლეულის წინ წიგნების ამოღება ან აკრძალვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ახლა გიამბობთ რამდენიმე წიგნზე, რომელსაც მსგავსი სახის ტაბუ დაედო და მათ ავტორებს ბრძოლაც კი გამოუცხადეს, როგორც იდეოლოგიური, ისე ფიზიკური. საოცარი ახალი სამყარო, ოლდოს ჰაქსლი. ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლიმ თავის ნაწარმოებში მიმართავს იმ პერიოდში პოპულარულ ინდუსტრიალიზაციის თემას და იკვლევს ადამიანის მიერ საკუთარი იდენტობის დაკარგვის პრობლემას. საოცარი ახალი სამყარო ანტიუტოპიური ცინიზმით აღსავსე რომანია. ირლანდიაში ჰაქსლის ნაწარმოები ბავშვთა დაბადების საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის გამო აიკრძალა. ოლდოს ჰაქსლი საოცარ ახალ სამყაროში წერდა, რომ მოვა დღე, როცა ბავშვებს სპეციალურ ინკუბატორებში შექმნიან. კაცობრიობა კი მაღალ და დაბალ კასტებად იქნება დაყოფილი. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში წიგნი სასკოლო ბიბლიოთეკებიდანაც ამოიღეს. მრისხანების მტევნები, ჯონ სტეინბეკი. წიგნში საუბარია თუ როგორ აესახა დიდი დეპრესია ღარიბ ფერმერებზე. ოჯახი ოკლაჰომას შტატიდან მშობლიურ მიწას ტოვებს და ათასობით სხვა ღარიბ გლეხთან ერთად კალიფორნიაში ჩადის. რომელში აღწერილია სიღარიბის სისასტიკე და ადამიანის ტრაგედია. რომანის წერის დროს ჯონ სტეინბეკმა ერთი თვე მუშებთან ერთად გაატარა. საზოგადოების მხრიდან მრისხანების მტევნებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამერიკელები შეშფოთებულნი იყვნენ თანამოქალაქეების სიღარიბით. შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატის ხელისუფლებამ კი ეს მოსაზრება არ გაიზიარა და წიგნი აკრძალა. კირჩხიბის ტროპიკი, ჰენრი მილერი. ამ წიგნის მთავარი მოვლენები საფრანგეთში გასული საუკუნის 30-იან წლებში ვითარდება. თამარი გმირი თავად ავტორია, რომელიც იმ პერიოდში სიღარიბეში ცხოვრობდა და შიმშილობის ზღვარზე იყო. რომანში ჰენრი მილერი აღწერს თავის სექსუალურ ცხოვრებას და მწერალ კოლეგებთან ურთიერთობას. კირჩხიბის ტროპიკმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან გმირის ინტიმური ცხოვრება მეტისმეტად დეტალურად იყო აღწერილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეერთებული შტატების საბაჟო სამსახური ქვეყანაში წიგნის შეტანას კრძალავდა. სასაკლაო ნომერი 5, კურტ ვონეგუტი. წიგნში აღწერილია ამერიკელი ჯარისკაცის ბილ პილიგრიმის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დაატყვევეს. თავარი გმირი დრეზდენში გაგზავნეს, სადაც ღამე მეგობრებთან ერთად სასაკლაო ნომერი 5-ის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. სწორედ მაშინ ამერიკულმა ავიაციამ დრეზდენი დაბომბა. სიუჟეტი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ შეერთებულ შტატებში ბავშვთა ფსიქიკის დაცვის მიზნით წიგნი აკრძალეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი.